ფსიქიკა ისეთი რაღაცა მატერიას სულთან აკავშირებს და მდინარის ორი ნაპირის შუაში რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავის ლაბირინთებიანად, ხო? იმას შესწავლა სჭირდება. იმისთვის რომ ადამიანი გათავისუფლდეს საკუთარი ლიმიტაციისგანაც და მერე უკვე კოლექტიური ცნობიერების ლიმიტაციისგან და სხვების გავლენისგან. იცით რამდენ რაღაცას ათრევს ადამიანი ზურგით, რომელიც თავისიც კი არ არის. დედა რომელიც სისტემატიურად ნერვიულობდა ყველაფერზე. ზოგჯერ შეიძლება აღმოაჩინო რომ აი შის ატარებ, შენიც კი არ არის. როცა შენ პრობლემასთან ძალიან ახლოს ხარ, მაგიტომ ვერ ხედავ. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ერთი და იგივე ავტომატიურ გამეორებად ემოციებზე, დამახსოვრებულ ემოციებზე, დამახსოვრებულ ფიქრებზე და ისტორიებზე, ხო? იმდენად ახლოს არის, რომ შენი ხედვა არ გაქვს. ძალიან ახლოს რო არ ვიყო ფიქრთან, ხო? ყველას ვაწერინებ თითო წინადადებას, მარტივ წინადადებას, მაგას არ სჭირდება ერთი ალბომის შევსება. ეს დისტანციიდან ვუყურებთ, ხო? და კითხოს მარტივ კითხვას ვსვავ, რომ აი არ არის მარტივი, ან ძალიან რთულია იდენტიფიკაციებიდან გამოსვლა. და ეს ფიქრობ, რომ მართალია, რომ ძალიან რთულია, ელემენტარულ გულწრფელ სიმართლეს დებ, რომ იქ ჩამოყალიბდეთ ტყუილი მართალისგან, როგორ განასხვაო წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობა ტყუილის ცენტრიდან ფუნქციონირებას.